ჭიათურის მწვანე მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირის ინიციატივით ჭიათურაში სოფელ ითხვისისა და პერევისის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკულტივაციის 2 აქცია ჩატარდა. ნერგების დარგვა იმ გაუდაბურებულ ადგილებში მოხდა, სადაც წლების წინ მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება მიმდინარეობდა. 2013 წელს გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვა ჭიათურელთა კავშირმა. თემა ეხებოდა დეგრადირებული ნიადაგის აღდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტში და ჩვენი ორგანიზებით, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობის პარტნიორებით, ჭიათურელთა კავშირთან არსებული მოსწავლე საკრებულოს მონდომებით, ასევე ყველა ჭიათურელი ძალისხმევით, მათ შორის ბატონ მახაწერეთის მონდომებით, ჩვენ შევძელით, რომ დაგვეწყო ფართო მასშტაბიანი ტოტალური სამუშაოების შესრულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჭიათურაში 3.2 ჰექტარი მაისის ბოლომდე იქნება რეკულტივირებული. ნერგების დარგვის პროცესში წვლილი შეიტანეს სკოლის მოსწავლეებმა. სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესში ჩართული იყვნენ ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები. რაც შეეხება პერევისას, აქ ნერგები ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან არსებულმა მოსწავლეთა საკრებულოს წევრებმა და ჭიათურის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა დარგეს. მივესალმები ამ მოვლენას და მინდა რომ ეს მოვლენა ერთჯერადი არ იყოს. ჩვენ მოსწავლეები დაახლოებით 20 ბავშვი ვართ ითხვისის ნომერი მეორე საჯარო სკოლიდან და დიდი სიამოვნებით შევუდგებით ასეთ მოვლენას და დიდი სიამოვნებით დავდგოთ თქვენთან ერთად ნერგებს. დღეს დაახლოებით მე პირადად დავდგე 20 ნერგი. დღეს ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო ამოვედით პერევისის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბრალოდ ჭიათურა ჩემს სიამაყას მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგეთ ნერგები და ყველა ძალიან კმაყოფილი ვართ ამით. ტერიტორიის განაშენიანების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. რეკულტივაციის აქციაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი, მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე და გამგებლის მოადგილე ვალერი კაპანაძე. ეს აქცია უნდა იყოს მისაბაძი, რათა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჭიათურის გადასარჩენად, აღნიშნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ სიმბოლურად რამდენიმე ნერგიც დარგეს. ჩვენ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, ვინაიდან ჩვენი რაიონის სამრეწველო დანიშნულების არის ძალიან კარგად ვიცი, რომ უამრავი სოფელი და ჰექტრობით ტერიტორიები გამოსული ამ წყობით და სიმბოლურად კიდევაც დავდგეთ ნერგი. ბატონ მალხაზი ჭიათურის დეპუტატის აქვს წამება და ყველას მინდა მადლობა გადავხადოთ ევანელი დღისთვის და მინდა ვთქვა, რომ ესეთი აქციები უნდა გაგრძელდეს ძალიან ხშირად. განსაკუთრებით ესეთ ტერიტორიებს. ჩვენ აბსოლუტურად სათქმელს გამოვთქვათ ყველა ასეთ შემთხვევისათვის, რომ დაუდგეთ გვერდში და ხარდაჭერა აღმოუჩინოთ მათ. აქ იმყოფებიან და რაც ყველაზე სასიამოვნოა, რომ აი ამ აქციაში მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდები, შუქრუთის ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები, ქალაქის ხელმძღვანელობა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირი ასე ერთობლივად მართავს ღონისძიებას. მინდა ამ აქციით მოუწოდო თითოეულ ჭიათურელს, რომ ეს აქცია უნდა იყოს გადამდები და მისაბაძი, რათა ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი ჭიათურის ტერიტორიების გადასარჩენად. ორივე სოფლის ტერიტორიაზე ჯამში 1000-ზე მეტი აკაციის ნერგი დაერგო. ნერგები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან იქნა მოტანილი. განაშენიანების პროცესში მონაწილეობას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ეროვნული კოორდინატორიც იღებდა. 64 წელიწადში ითხვისში, მღვიმევში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფანსოლაის ქუჩის უკან, ჭიათურა ჩემი სიამაყეა. აი მის უკან იქნება გამწვანება, რომელიც გაალამაზებს ამ ქალაქს და გაალამაზებს ჩვენ ღირსებას და გაალამაზებს საერთოდ ჩვენ ქვეყანას. იმიტომ რომ ჭიათურა ჩემი სიამაყის უკან არ შეიძლება ყოფილიყო ანგრეული, დანგრეული, გადაჭიჭქნილი, გადამოშაშქნილი ტერიტორიის ჩვენი სიცხილი. დასრულდა ეს პროცესები, მოსწორდა ნიადაგები, დაირგო ხეები და მადლობას ვუხდით მთელ ქალაქს, ვინც მონაწილეობა მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირში აცხადებენ, რომ ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ნერგების დარგვის პროცესს მომავალშიც გააგრძელებენ.